გამარჯობა, დღეს 27 ივლისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1970 წლის 27 ივლისს დაიბადა დანიელი მსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ. მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ჯეიმი ლანისტერის როლის შესრულებით HBO-ს პოპულარულ სერიალში სამეფო კარის თამაშები. 1987 წლის 27 ივლისს დაიბადა სლოვაკი ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი მარეკ ჰამშიკი. მისი წარმატებული კარიერა უკავშირდება ნაპოლის, სადაც გაატარა 12 წელი. 1979 წლის 27 ივლისს დაიბადა მექსიკელი ყოფილი მოკრივე ხორხე არსე. ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მექსიკელი მოკრივე ისტორიაში. ხორხე არსე კარიერის განმავლობაში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 5 წონით კატეგორიაში. 1983 წლის 27 ივლისს დაიბადა ჩრდილოეთ მაკედონიელი ყოფილი ფეხბურთელი გორან პანდევი. ის ითვლება ჩრდილოეთ მაკედონიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფეხბურთელად. გორან პანდევი არის ჩრდილოეთ მაკედონიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. 1977 წლის 27 ივლისს დაიბადა ირლანდიელი მსახიობი, პროდიუსერი და მოდელი ჯონათან რის მაიერსი. 1979 წლის 27 ივლისს დაიბადა ფრანგი ყოფილი ფეხბურთელი სიდნეი გოვუ. 1972 წლის 27 ივლისს დაიბადა ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი და მომღერალი მაია რუდოლფი. 1992 წლის 27 ივლისს დაიბადა კანადელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, რეპერი და პროდიუსერი თორი ლეინზი. 1947 წლის 27 ივლისს დაიბადა გამოჩენილი ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი გივი ონაშვილი. 1924 წლის 27 ივლისს დაიბადა ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ოთარ თაქთაქიშვილი. ის არის ლენინური, სტალინური, შოთა რუსთაველის სახელობის და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. მას ეკუთვნის საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი, რომელიც ჯერ კიდევ თბილისის კონსერვატორიის სტუდენტობისას დაწერა. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.